ვაქტიბზე 1-2 მეც მაგ გასროლილი რა საწყალი გარდაიცვალა შემეცოდა მაინც რა ახლა კოცი არის თუ შვანსკი იყო თუ კოცი იყო თუ რაც იყო შემეცოდა რა მაგრამ აი რანაირად შეიძლება აი დარზე კარგს ამბობენო ანუ არაფერსო არც კარგს ვამბობ არც უცს ვამბობ პროსტა აზრი მაინტერესებს რა აი მაგ ადამიანის თავში განა მარტო მაგ საცოდავის გარდაიცვალა მართლა შემეცოდა რა არა აქვს მნიშვნელობა რა შეიძლება არც უნდოდა ხოცობა მაგრამ ნუ თქვენ იცით ახლა მე რაზე ვლაპარაკობ შეიძლება ფულის გამო აკეთებდა ცხონებული ან რაღაცის გამო ან ვიღაცის გამო და რატო შვილო რატო აი რატო არ ვიცი მე ხარ რასაც ლაპარაკობენ ჯერ გაქოცდი მერე ისა მერე ესა მე მოიკალი თავი რა გინდა შვილო ნორმალურად გეცხოვრა ნორმალურად გეფიქრა ნორმალურად გეაზროვნა და იქნებოდ ცოცხალი ხა ეს კოცობა რა აკაცუკები არიანო გამოსულიო ირანელებთან ერთადო რუსთაველზეო წადით სახშიო თორე გამოვალთო და თუ დაგერიეთო რუსთაველზე ბიჭო არა სოხუმში ზის მტერი ცხინვალში ზის მტერი აფხაზები და ოსები არა ეგენი არ არიან ჩვენი მტრები იცი ჩვენი მტრები ვინც არიან იმათ უნდა დაერიოთ ეს აგინებს იმ ირანელებს რომლებიც არიან აითოლა ხომეინის წინააღმდეგ და თუ დაგერიეთ რა აი რანაირად უნდა იყო რატო უნდა დაერიო იმ ხალხს ძალადობის და დედამოწყვილობის წინააღმდეგ გამოდიან ადამიანები და ესე წადით ვიზია ირანშიო ისე თორე თუ გამოვედით და დაგერიეთო ნო არ ვიცი ახლა ირანელები რო დაგვერიენ ერთხელ გვახსოვს და ყველამ ვიცით რაც მოხდა და მაგრა შემეცოდა რა მაგრა შემეცოდა რა თავგზა არეული ტვინ გამორეცხილი ტიპი და ეხლა თავი არ ვიცი რითი გარდაიცვალა მაგრამ რასაც ამბობთ ცხონებული რა შემეცოდა ხო გვაგინებდა გვაფურთხებდა აკაცუკებიო დაგერევითო აი ისი დამრევი იყო ვისი გამისი იყო აი ეს აი რა მაგრამ ვერ ვისვენებდი ეგ უნდა გამეკეთებინა რა უნდა მეთქვა ეგა რა შემეცოდა დედებმა გაგვაჩინეს ბიჭო და ერთენაზე ვლაპარაკობთ ერთენაზე და ერთმანეთს ვერ უგებთ ერთი სისხლი გვაქვს ერთი ჯიში გვაქვს რამდენი საუკუნეა თან
საოცრებაა რა, ვერ ავხვდები ეს რა არის რა. და ერთმანეთს ვერ უგებთ. ვერც გაუგებთ. მე ვერ გავუგებ, სხვამ შეიძლება, მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ. საკუთარი ძმა არ მინდა ოჯახში, რომელსაც ეყვარება ჩვენი ოჯახის მკვლელი. საკუთარი ძმა არ მინდა ეგეთი. გავაღებ კარებს და ვეტყვი წადი, ან მე გავაღებ კარებს და წავალ. აღარ შევიგინები და აღარ ვიტყვი არაფერს, ეს ხასიათიც გამიფუჭდა ცოტა რა. მაინც არ ვიცი, всё, მე შემეცოდა ეგ ბიჭი რა. ხო, საშინელებებს აკეთებდა, ხო. მაგრამ მე შემეცოდა. მეც გრუზინი ვარ და ქართველი ვარ და მეც რაღაც გაუგებარ სულებს ვაკეთებ ხოლმე. ჩვენ გვაქვს უყოლას ეგ რომ აი ვერ უგებთ და ხანდახან ისეთ რაღაცას ვაკეთებ, ვერც მე ვიგებ რატო გავაკეთე. მაგრამ იმის უნარი მაქვს რომ მეტყვიან რომ ეგრე არ არის, დავფიქრდები და ხო და ხანდახან ვეთანხმები ხო ეგრე არ არის და ის აღარ უნდა გააკეთო, მაგრამ გვაქვს ქართველებს ეგ რა. კიდევაც მავკლავ არ მოვჭრიო. გაიხსენეთ, გვაქვს. და აი მაგ კუთხიდან შემეცოდა რა. კარგად იყავით. ხაინდრავაზე დედამოტყნული ადამიანი გინახიათ. აი ვერ გადავწყვიტე რა. არა ეს კალაძე გედელბაყა არის, გორსალა. ეგეთი გამოყლეებულია რა. გამოყლეებულების ორი ვარიანტია. გამოყლეებულები და დედამოტყნული გამოყლეებულები. აი ხაინდრავა არის დედამოტყნული გამოყლეებული. დედა რა ბოღმას ამთხევს, დედა რა სისულელეს ლაპარაკობს. თურმე ამერიკამ ძლივს გამოასწრო ავღანეთიდან მუჯაჰედებს და თალიბებს თუ რა ვიცი ვინ არიან. მთელი ავღანისტანი თვითმფრინავების ქვეშ წვებოდა რომ არ წახვიდეთო და რომ წამოვიდნენ ჩამოყვა მთელი ავღანისტანი ამერიკელებს ამერიკაში. და ამერიკელებს გამოუსწრიათ იქიდან ხალხი ეხვეწებოდა, ნუ მიდიხართო რა. ბატონო ხაინდრავა, თქვენ ბრძანდებით ქოცი. ხო და ლაპარაკის გარეშე და ახსნის გარეშე, იმიტომ რომ ხალხმა უკვე იცის შენ ვინც ახარ, მე თუ არა უხსნა უკვე კარგად იცის ყველა. შენი ქოცი დედა მოწყარვე, შენ ნაბიჭვარო ჩათლახო და დედა მოწყნულო ადამიანო რა. შენ გამოყლეებული ხარ, მაგრამ იმდენი გამოყლეებული არა ხარ, რას აკეთებდე და რა გჯერა და რა არ გჯერა და რა არის სიმართლე და მტყუანი არ იცოდე. მაგდენი ტვინი გააქვს თავში. გამოყლეებული არა ხარ. დედამოტყნული გამოყლეებული ხარ. რას იყლევებ ბიჭო თავს, ვისღაჯერა შენი სისულელი, რომ გამოჯდები მაგ სტუდიებში და რაღაც სისულელეს. ამერიკა რა ის პირველი ჯარია და რომელი ომი მოიგო და რომელი ოპერაცია ჩაატარა და ამერიკა არც ერთ ომებს არ იგებს. იმიტომ კი არ ომობს რომ ომი მოიგოს. როგორ გითხრა რა, აი გამოყლეებული ხარ რა. თან იცი რომ გამოყლეებული ხარ, მაგრამ იყლევებ თავს მაინც რა. შენ და შენ ძმებს დააჭრეს ხელები ამერიკელებმა და მაგი ვერ მოგინელებიათ და ეხლა პროპაგანდა მიდის ამერიკა იქ რუსეთიდან ალბათ გეუნებიან ესე ილაპარაკე
და იტყნავ დედის ტრაქს იხევი პროჭზე ვაზელინი აღარ გშველის უკვე ალბათ იმაზე ნამუშევარ ზეთზე გადახვედი ისაგ ტრაქში ამოსმული და დარბი ხარ და აყროლებ ყველაფერს რა შენი გიპოიძე გაზდილი დედა მოტყან მე რა ეგ ვერ მოგინელებიათ რომ ამოგარტყეს წიხლი შენ და შენ ძმებს კრემლიოვსკი კრისებს და კოცებს და ყრიან ყველა ქვეყნიდან სადაც თქვენ იყავით შესული კი ბატონო ამერიკის ჯარი არ არის გეებით არის სავსე ამერიკის ჯარი და ვერაფერს ვერ აკეთებენ კი ბატონო ეგრეა და მე და შენ შორის იმის დედა მოტყვა ვინც რუსულ საქმეს აკეთებს კი ბატონო ხვდები როგორ არა აქ აზრი შენ ლაპარაკს მოგიტყან დედის ტრაკი კოცი დედის ტრაკი შენ და შენ ძმებს კოცებს სულ ყველას მოგიტყანთ დედის ტრაკი რა ვიცი ხა შენ ამერიკელები მაგის გამო არ მოგივარდებიან და არ დაგსჯიან ამათ სულ ფეხებზე კიდია შენ ილაპარაკებ მაგრამ ისეთი ტყუილები მაინც მოიგონე რომ ცოტა დამაჯერებელი იყოს რა შენი კოცი დედა მოტყან ხაინდრავა მე კარგად იყავი მე რაც ვნახე იმაზე ვილაპარაკებ რა სხვასა ისტორიაზე შეგვიძლია ბლომად ლაპარაკი მაგრამ მე რასაც მოვესწარი და რაც მე აზრი ავიღე იმ დღიდან საბავშვო ბაღიდან დაწყებული სკოლა ინსტიტუტი ცხოვრება მთელი ერი იყო ერთი მეორეს ჩაგვრაში შური ბოღმა და საშინელება დასმენა ერთმანეთის დახოცვა დააკლა და ჩაშავება და გაშავება ერთმანეთის ანაკამდე როგორ მოვედით კიდე მაგრები ვართ რა სკოლა საბჭოთა კავშირის სკოლები იყო კონცლაგერი ჯარიც ვნახე საბჭოთა არმია როგორ აქეზებდნენ ერთმანეთზე ჩემი თვალით და ჩემ ზურგზე და თვალებში ყურებში და ტვინზია გავლილი ამას ყველაფერს რა გამოყლებული რუსის კაკებეშნიკები რაღაცას მოიგონებდნენ და რა უნდა იმის დანახვას როგორ გვაქეზებდნენ ჩვენ ერთმანეთზე კავკასიელებს განსაკუთრებით ინგუშების და ქართველების გადაკიდება უნდათ რა ჩეჩნების და ქართველების, სომხები და აზერები გადაკიდეს ერთმანეთს, ხოცავდნენ ერთმანეთს, მე რო იქ ვიყავი. ეგ სკოლიდან სიმშვიდეა მეთქი, თქვი და დაიწყო პოლიციის თვითმფრინა და ვერტალიოტებმა ფრენა, ვისი ჭერ დამნაი. და მოვა. პოლიციის მანქანის ხმა ცალკე ისმის. პოლიციის ვერტალიოტი ცალკე დაფრინავს. ოჰო, რა ხდება ვიჯო. სკოლაში იმის მაგერად ხალხს რო ესწავლა, საბლატაოდ დადიოდნენ. იმ სკოლიდანვე იწყებოდა ჩაგვრა ერთმანეთის რა. დანების ტრიალი, იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, ხოცვა, ჟლეტვა. ის კაი ბიჭია, ის ცუდი ბიჭია, ანის რატო იყო კაი ბიჭი, ანეს რატო იყო ცუდი ბიჭი, ვერაფერს ვერ მივხვდი. მასწავლებლები გცამებს იღებდნენ.
ინსტიტუტში გთამებს იღებდნენ დედა რეები გვაკან აი ყველაფერი რაც არანორმალურია იმაში ვცხოვრობდი და კალაძე გამოდის და თქვენ ხო იცით არა რომ საბჭოთა კავშირის დროს როგორ იყო დალაგებულიო ყველაფერიო თავის ადგილზეო დედა რა რეგვენი და დედა მოწყნული ხარ კალაძე ესე იგი ბადალი არა ყავს ისეთი ყლე ხარ ამ დედამიწის ზურგზე რა აი უბადლო ყლე ხარ რა შენი დებილი დედა მოთხარ მე თვითონ მაგბიც რა გაუკეთესო რა გაუკეთეს მაგბიც ამის დედა მოთხარ აი არ ვიცი რა არ ვიცი აი თუ შეიძლება სადმე კიდე ეგეთი სიყლევისგან მაგ საბჭოთა კავშირის მადაგასკარი ყოფილიყო და მიწურებში გვეცხოვრა ჯობდა რა მაგ სიყლევეს მაინც არ ვნახავდით რა რეებს ავარ მოსწრებული სულ პატარა ვიყავი ჩემ თვალწინ იმხელა კაცი მოკლეს ეხა ამ ისტორიის მოყოლა ეგეთები რამდენი იყო როგორ სპობდნენ და აჩანაგებდნენ ქართველები საკუთარი ხელით საკუთარ ხალხს დაჩაგრულები იჯდნენ ხმას ვერ იღებდნენ თავისთვის სახლში მე რაღაცა პატარა სამსახურში თავს ვერ ყოფდნენ გარეთ რა დაწინაურებულები მოუტყან დედის ტრაკი მიდი რასაც უნდა იმას აკეთებდნენ რაც გინდა ის კეთე კრემლი ამათ ხელს უწყობდა რა ვინც საკუთარ ხალხს მაგრად აჩმორებდა იმას წინ წევდა წინ ეხა ყველაფერი რო ვილაპარაკო ძალიან ბევრ ხალხს ეწყინება რა და არ მინდა ვაწყენინო რა კოცების დედაც მოთხა რა მაგრამ მე ვიცნობ ისეთ ხალხს რომ არ არიან ისინი კოცები და არ მინდა იმას ვაწყენინო რა არც მე არ ვიყავი ფრთიანი ანგელოზი და ბუმბული არ ვციოდა დილაობით და ზურგი არ მეფხანებოდა მაგრამ კოცი არ ყოფილვარ არასდროს რომ მითქვა და არავინ არ დამიჩაგრია არც დამიპირებია და არც მიფიქრია და ღმერთმა დამიფაროს პასუხი ბლომად გამიცია თუ ხელით და თუ მუშტით ბევრისთვის თუ სიტყვით მე არ ყოფილვარ არასდროს კოცი და სისულელეებზე არ მიფიქრია რა ერთადერთი ჩემი დანაშაულია გვიან მივხვდი რომ დამენებებია ამ 10 litrიანი ბოცებიდან ხვირის მას თავი რა და სანამ არ მიმაკლა არ დავანებე ეგ იყო რა ჩემი მთელი დანაშაული რა რომ მიმაკლა და გამაცოცხლეს მე გადამიკეტა მამაზე ციერმა ერთი ადგილი და ვერ არშვავსო თორე დიდი სიამოვნებით გამოვთრებოდი დღეს საღამოს აი ეს ყველაფერი რაც მე ვნახე ხო ეხლა იმაზე უარეს გადიან ამ 13 წელიწადში ვინც გამოიზარდა და გაიზარდა და 13 წლის გახდა 14-ის გახდებათ ხო აი ისინი საშინელებებს ნახულობენ ეხლა ვერ მოახერხეთ ჩვენმა თაობის ხალხმა ისე ქვეყანა გაგვეკეთებია რომ ეხლა რომ თაობა იზრდება საშინელებები არ ენახო არ დაენახოს ვერ მოახერხეთ უარეს საშინელებებს ხედავენ ახლა კი ჩავლენ ქუთაისში და წავლენ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მაგრამ ჩვენ სამშობლოში რაც ხდება ეგ არის საშინელება რა არასწორად იყო დაჩაგრულებისგან და ჩაგვრელებისგან იყო აწყობილი საბჭოთა კავშირი და საფუძველში ედო რაზამობ საფუძველში ედო რაზამობ ყველანი ერთი ვართ ყველამ ერთნაირად უნდა ვიცხოვროთ უსამართლო
და უზომოდ გახსნილი ჭუჭყიანი და დაბინძურებული ქვეყანა იყო ეგ საბჭოთა კავშირი და ჩვენ საქართველოს ზოგმა უშველა თავს და აღწია თავი ვაქსი ბინძურებს ჩვენ ვერა ჩვენ კალაძე უნდა გვყავდეს სულ და მაგნაირი გამოყლეებულები ჭხრიალა გველები და დედალი ბიზონები ეგენი უნდა მართავდნენ სულ ქვეყანას კარს ვინც გააკეთებს მოკლათ ან ციხეში გაუშვათ всё აი გმინდოდა კიდე მეთქვა რა ვიღაცა საბჭოთა კავშირს რო ინატრებს და ეს გამოყლეებული კახელები რო ვამბობ გამოყლეებულებზე ვლაპარაკო აი იმდენად ტვინი გააქვთ დაჯენილი რომ წამომესევით ხოლმე კახელებთან რა პრეტენზია გაქვთ მაო ერთხელ იმ კახელს ვაგინეთ დედის პროჭი ბიჭო წესიერად უნდა გაიგოთ ადამიანი რას ამბობს გამოყლეებულ კახელებზე ვლაპარაკო ყურძენსო ვერ ვყიდიო და გადავღობაო ამ ტერიტორიას და მიუერთდები რუსეთს ეგეთი გამოყლეებული კახელი მეორე ახლა ტაჭკაზე ზის ბიჭო ვირი ყავს შემული 21 საუკუნეა და უკან ამერიკული სპირტის ბოჭკები რო არის ცისფერი ის უდგას ტაჭკა და ვირი არის მარტო მაგისი ტანსაცმელი ევროპულიაცია და ბოჭკა ამერიკული უდგას ტაჭკა და ვირია ქართული მიწა ქართული ლაპარაკი ქართული და იწყებს ლაპარაკს რუსეთი რო გვინახავდაო მაშინ კაი იყო ხო ეხლა აღარ გვინახავს და ცუდიაო ვინ გინახავდა ბიჭო შენი გამოყლეებული დებილი აი დედა როგორ შევაგინო დებილს დედა არ უნდა შეაგინო უნდა შეგეწოდოს დებილი რა რო სამკურნალოა რა ბიჭო 21 საუკუნეში ისე გვაქვს ტვინი დაჯენილი ტაჭკით ზიდავ მაყურძენს თუ რა გაქვს თხლე გაქვს შიგნით თუ რაღაცა ვიზეზი ხარ რუსეთი გვინახავდაო რუსეთზე ოცნებობს კიდე ესეთი დაყლეება მე არ მინახია 58 წლის კაცი ვარ ნუ ესეთი გამოყლეებული სიტუაცია მე არასდროს არსად არ მინახია რა აი ის ანეკდოტი მახსენდება რა კანალიზაციის ლუკი გაფუჭდება და ჩაზრებაში იგნი ოსტატი და მუშაობს და მოწაფე უდგას ზემო დგას მოწაფე და მძღნელებში არის ახვრილია შიგნი და ამოწევს ხე პლოსკო მომე მიაწოდებს კლუჩი მომე მიაწოდებს მე ამოხედა აიო თუ არ გახდებიო ხესო ოსტატი თუ არ გახდებიო სულ მიმწოდებლად იმუშავებო რო გვინახავდაო რუსეთიო მაშინ ხო კაი იყო ეხლა არ არის კაიო და ტაჭკაზე ზის და ვირი ყავს შემული ამის დედა მოტყან მეტი რა უნდა დაგაყლეოს მტერმა რომ ეგ გააკეთო და ეგ თქვა მალადეც ეხლა ვინც იფიქრეთ რომ მე კახელებზე ვლაპარაკო შემოწვიდით და რაღაც სისულელეები მომწერეთ დაყლეებულ ქართველებზე ვლაპარაკობ, დაყლეებულ ქართველებს ვაგინებ. მაგალითად კოცები. ხო. სერიოზული სახეებით სურათების გადაღება და გამოდება გიყვართ ხოლმე კოცებს თან პასტა რო გიჭირავთ ხელში და მაგიდასთან როზე ხარ და ვითომ რაღაცასთან თან კომპიუტერთან რა არის? ტვინი მოგემატათ, მაგ სურათს რო იღებ და დებთ. თქვენი დებილი დედა მოტყან გარეთ ვირი და ტაჭკი დაათრევენ კიდე ტვირთებს ან იმ კომპიუტერთან რაზე ზიხართ რა გინდათ ამ კომპიუტერი ამერიკული და ევროპული გადაყარეთ ყველაფერი ნუ საანგარიშო ხელებზე შავი ისა რეზინებით დამაგრებული და მე შედი 5-ის გადირვა შესავალი გასავალი ნაშთი ჯიბეში მოგიტყანთ ცივილიზაცია ბლიან ეგრეა გამოყლეებული გორელები ვნახე კიდე და ვაშლსა ვერ ავყიდით და რა ვქნათ შეჭამე თუ ვერ ყიდი შენ შეჭამე მოუტყან დედის ტრაკი ვაშლი რო გაყიდო ამის გამო სამშობლოც უნდა გაყიდო
მეც ვერ ყიდიდი ვერაფერს საქართველოში და ყიდვა გაყიდით ფულს ვერ შეგულობდი. რა მექნა გამეყიდა? დაყლეებულებს და მოღალატეებს რა გამოლებს ამ ქვეყანაზე? ერთი მთავრობა ვერ მოვიდა წესიერი და ნორმალური, რომ ამ დედამოწყნლებს ჭკუა ასწავლოს რა. ხანდახან გაგვიმართლებდა ხოლმე და მართავდნენ საქართველოს ის ხალხი, ვინც საჭირო იყო, მაგრამ ეს ხანდახან იყო. ფუი, ბლядь. წინაპრები დაუხოცა, სამშობლო წაართვა, დედა მოუტყნა თავიდან ბოლომდე. სტალინის სურათი უჭირავს ხელში და დადის და კაი კაცი იყო იძახის. კარგად იყავით, თქვენი ჯიში მოვტყან მე. დღეს რაღაცა პროდუქტიანი დღე მაქვს, არა ვმუშაობ და სხვა რა გავაკეთო აბა. სხვა აზრები არ მომდის თავში, აი რა აზრი უნდა მომივიდეს თავში. რაზე უნდა გელაპარაკო, რა უნდა ვთქვა, რა ლექსების მოყოლას ხوار დავიწყებ. რამდენჯერ მომინდება პაპიროსის მოწევა, იმდენჯერ გაფუილებასთან ერთად ქოცებსაც გავაფუილებ. მოგიტყანთ ჯიში და ჯილაგი. სანამ თქვენ ქოცობა არ მოგწყინდებათ, არც მე მომწყინდება თქვენი გინება, თქვენი ჯიში მოვტყან მე. კარგად იყავით.